მონაწილეობს ცხადია ორგანიზებაშიც და ვიქნებით ყველა წარმოდგენილი 26 მაისის აქციაზე. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მსგავსი ტიპის აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბევრჯერ გაგვიმეორებია ეს და 14 წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით, ჩვენ ვაორგანიზებდით, იყო პერიოდი, როდესაც მარტო ჩვენ ვაორგანიზებდით საერთოდ ამ აქციებს და შემდეგ უკვე ბოლო წლებში ყველა აქცია, რომელიც ტარდებოდა რეჟიმის წინააღმდეგ, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იყო წინა პლანზე და ცხადია, რომ 26 მაისის აქციაზეც ვიქნებით წარმოდგენილი, ჩვენ მონაწილეობთ ყველა იმ საორგანიზაციო საკითხებში, რაც ალიანსის ფარგლებში 26 მაისთან დაკავშირებით განიხილება, დღეს კარდაკარია როგორც ვიცი ზუსტად 6 არის თქვენი პარტია. ჩვენი წარმომადგენელი კი ბატონო ბესო შენგელი არის წარმომადგენელი დღეს. მე როგორც ვიცი, ამ კარდაკარზე შესაბამისად ყველა ასპექტში ჩართული ვართ ორგანიზების და ვიქნებით 26 მაისს. უბრალოდ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან ბევრი მესმის ხოლმე ეს ხანდახან ეს ხან აპათია ხან ის რომ კიდე უნდა გამოვიდეთ, რატომ უნდა გამოვიდეთ 26 მაისს და შემდეგ. კითხავთ აუცილებლად რატომ უნდა გამოვიდეთ? მნიშვნელოვანია გამოვიდეთ, ყოველთვის უნდა გამოვიდეთ, ბევრჯერ მithქვამს მე ეს და გავიმეორებ, რომ ყოველთვის 26 მაისსაც უნდა გამოვიდეთ და ყოველთვის უნდა გამოვიდეთ, როდესაც ეს დასჭირდება ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ოლიგარქიული რეჟიმის. რა როლი აქვს ამ ტიპის აქციას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში? ანუ რისი ნიშანი იქნება, მაგალითად ხალხის რაოდენობა 26 მაისს. ხალხის რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც არ უნდა ვთქვათ ჩვენ რომ მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას და ერთი ადამიანის პროტესტის არის პროტესტი, კი რა თქმა უნდა ერთი ადამიანის პროტესტის არის პროტესტი, მაგრამ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც და ქვეყნის შიგნითაც იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ შიში ცხოვრობენ და ჯერ კიდევ არ აქვთ გულშემატკივრობენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჯერ კიდევ ეს გადაწყვეტილება შიშის კონფორმიზმის ბევრი სხვა ფაქტორის გამო ვერ მიიღეს, მათაც ნახონ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომაც რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ მკითხეთ ძალიან ბევრჯერ ძალიან ბევრი ადამიანი მდგარა ქუჩაში და ეს შიშის ფაქტორი მათ არ ქონიათ. ამიტომ ეხლა ამ ხალხმა შიშის ფაქტორი უნდა დაძლიოს თუ ნიჰილიზმი პროცესის მიმართ, რომელსაც დინამიკა ვერ შეინარჩუნა. ეცით რა, მე არ ვსაუბრობ იმ ხალხზე, ვინც გამოდიოდა მუდმივად აქციებზე. მე ვსაუბრობ იმ ხალხზე, ვინც ჯერ კიდე არ გამოდის სხვადასხვა ფაქტორების გამო და არის სახლში, ხო? მაგრამ თქვენ ეს ხალხიც ყავთ დასაბრუნებელი პროტესტში, რომელიც შეიძლება გამოდიოდა, მაგრამ ახლა ცოტა ხანი ბრაზი შეინარჩუნა, მაგრამ შეიძლება სწორია, ბრაზი ხო არსად არ წასულა. შესაბამისად მოტივაცია დაკარგა. 26 მაისს ის უნდა დააბრუნოს ეს მოტივაციაც. მე მგონია რომ რაღაც მოტივაცია დაიკარგა საქართველოს მოქალაქეებში. მე მგონია რომ რაღაც აი ამ ორგანიზებულ ამბავს რო ვერ ხედავენ, უბრალოდ ამიტომაც არიან რაღაც ცოტა ესე ვთქვათ განზე და პროცესებში არ არიან ჩართული, თორე ყველა მსგავსი აქცია როგორც დაანონსდება 26 მაისი იქნება თუ სხვა იქნება, საქართველოს მოქალაქეები გამოვლენ აუცილებლად და ჩვენ ნახულობთ მათ შორის შაბათის მარშებსაც, როდესაც ბევრად მეტი რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების გამოდის, ხო? თქვენ მკითხეთ რომ რა მნიშვნელობა აქვს ესეთ აქციებსო. ეს მნიშვნელობა თუ გავითვალისწინებთ ძალიან მარტივია უბრალოდ რომ თუ შენ არ იბრძვის შენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ შესაძლოა არ იბრძოლებს არავინ. ხო ის რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ რაც ხდება ოლიგარქის თავს სანქციები, არალეგიტიმურობა, ის რომ მას ესე აწუხებს ეს პროცესი არალეგიტიმურობის, ის რომ საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის, ის რომ დღეს მის პროპაგანდისტულ არხებს საერთოდ ევროპარლამენტში გარდა იმისა რომ მანამდე დაასანქციონეს ევროპარლამენტში აეკრძალათ იმედს ამ შემთხვევაში ერთი წლით შესვლა და გაფრთხილება მისცემს რუსთავის და პოზიტივის ის რომ მუდმივი სანქციების ის რომ საერთოდ იმედის პრობლემები რუხაძე ისე გაიქცა და 1000 ლარად გაყიდა პროპაგანდისტული არხი რატო შიშის გამო და სანქციების გამო ხო ანუ ის რაც რეჟიმის თავს ხდება ეს მოიტანა წინააღმდეგობამ საერთაშორისო ზეწოლა არ იქნება თუ საერთაშორისო პარტნიორები ვერ ნახავენ რომ საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ეს ერთი მაგრამ ასევე ქვეყნის შიგნით გავიმეორებ რომ ბევრი იმ ადამიანისთვის ვინც ჯერ კიდევ კონფორმისშია ვისაც ჯერ კიდევ ეს შიში ან კონფორმისშია ორი ფაქტორი არის მეორე არის რომ ეს შიში რეჟიმის წინააღმდეგ ეს გადალახული არ აქვს მნიშვნელოვანია რომ ნახონ საქართველოს მოქალაქეების სიმრავლე და ნახონ რომ საქართველოს მოქალაქეების ეს გაბრაზება არსად არ წასულა. ანა, თქვენ ხელისუფლების შეცვლა გინდათ თუ მოქმედი ხელისუფლების დისკომფორტში ყოფნა, იმიტომ რომ ის რომ ხელისუფლება დისკომფორტში არის, შეიძლება თქვათ პროტესტის გამო ან სანქციების გამო, ეს სულაც არ არის იმის წინაპირობა რომ აღარ იქნებიან.
ხვალ ან ამ დღეს. ქვეყანას პირველი აქედან დავწერთ, რომ ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ყავს. ამ ქვეყანას ყავს ოლიგარქიული რეჟიმი, კრიმინალური ბანდა, რომელსაც მიიტაცა ხელისუფლება და თავის თავს ეძახის ხელისუფლებას. ეს ერთი. მეორე, თავის თავს და შეება ხალხის ნაწილი ეძახის, ნაწილი არ ეძახის. ძალიან საკუთარ მომხრეებშიც კი, ქართული ოცნების მომხრეებიც კი. მომხრეები არ რეჟიმს ეძახიან. ქართული ოცნების მომხრეებმაც კი იციან, რომ ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური. ძალიან კარგად იციან ეს. მათ შორის იმ ადამიანებში არა, მე შემიძლია დაგარწმუნო თამაში, იმიტომ რომ ერთია რა, მე არ ვსაუბრობ ხა პროპაგანდისტებზე, იქ ვისაც დავალება ის აქვს, რომ Facebook-ზე რაღაცები ქართული ოცნების პროპაგანდას გულისხმობს წარმოაჩენენ, იმათაც კი იციან, როდესაც მარტო რჩებიან და საუბრობენ თავიანთ მეგობრებთან ვიწრო წრეში, აღიარებენ, რომ ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის. სხვანაირად მათი ოპოზიციონერებსაც ვიცნობ მარტო რომ რჩებიან ვიწრო წრეში, ლეგიტიმაციასაც აღიარებენ და საკუთარ გამარჯვებაში შეიძლება ფიქრობენ, რომ დიდათაც არ გაუმარჯვიათ. ანუ ასეთებიც მე ვეპარება რომ მაშინ ხო, ნუ მაშინ საერთოდ არ ვიცი, მე ესეთებს არ ვიცნობ ოპოზიციურ სპექტრში გულწრფელად, ჩვენს პარტიაში მით უმეტეს არ ვიცნობ, სტოკჰოლმის დამოკიდებული გვაქვს, მაგრამ სხვა რაღაც ეხა რო არამერიოს, მაგრამ თუ ესეთი არის, როგორც თქვენ თვით ოპოზიციაში მივხვდათ იმისა, რომ მე არ ვიცნობ, მაშინ ნუ შეცდომით არიან ოპოზიციაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს განწყობა მე არ ვიცი ოპოზიციურ ისინი შეცდომით არიან ოცნებაში. ეხა რა შეხება არა, ქართულ ოცნებასთან თქვენ მანდ ურევთ და ახსნი რატო? რომ პირველი ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, ნუ მცირე ნაწილი, მაგრამ არიან, იმათაც კი, როდესაც მე პირადად მისაუბრია დიანა და ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მე ძალიან ბევრს დავდივარ და ხშირად დავდივარ. აი ფასებთან დაკავშირებით რო შეხვედრები ქონდა მოქალაქეებთან, ბევრი ოცნება მიიტაცა ხელისუფლებაო. აღიარებენ იმას, რომ ოცნება არის, ოცნებას აქვს პრობლემები ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, აღიარებენ იმასაც, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არჩევნები არ ჩატარებულა თავისუფლად და სამართლიანად. ამიტომ ეს განწყობა მათშიც არის ახლა როგორც არ უნდა იყოს საჯარო პოზიციები. რა არის სხვა ფორმულირება? რომ ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს არსებობს. ლეგიტიმაციის პრობლემა თუა ეს. ლეგიტიმაციის პრობლემა თუა. თქვენ რომ არალეგიტიმურს ეძახით, თქვენ რომ არალეგიტიმურს ეძახით ოცნების წარმომადგენელთან, ამ ლაპარაკშიც ჩანს რომ ეს სადავო ამბავია. ამიტომ ამაზე ამიტომ ეს ფაქტობრივი მოცემულობა. სხვა რაღაცა ნახეთ, რას ვამბობ, როდესაც ქართული ოცნების წევრსაც კი აქვს განცდა და მოყვება საუბარში რომ ხო არჩევნებზე იყო პრობლემები, რომ არავინ ამ ხელისუფლებას არ აღიარებს და ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა. ეს უკვე ნიშნავს, რომ მაშინ ფაქტის აღიარება რას ნიშნავს? ანუ მათი მხრიდან გამოგხავს რომ ძალიან საღი მომხრეები ყავს ოცნებას, რომელიც ამ დილემებს რომელიც არის ოცნება. არა, სხვა რაღაცა გითხარით, ხა მე ხო არ შევალ იმაში ვინ საღია და არ მივაყენებ ქართული ოცნების ქართული ოცნების მომხრეებსაც ამ შეურაცხყოფასაც ჯანსაღი ხო და ამას ვამბობ, რომ ამ შეურაცხყოფასაც არ მივაყენებ ქართული ოცნების მომხრეებს მიუხედავად ჩვენი აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციებისა. მაგიტომ გავყავი მე თავიდანვე, როცა გითხარით, რომ ერთი არის პროპაგანდისტები თქო, ქართული ოცნების, სადაც Facebook-ზე ვხედავთ და ტელევიზიაში ვხედავთ ასე შემდეგ, აი გოგა ხაინდრავა უცნობი და ასე შემდეგ, აი კოლექტიური ხაინდრავები და მეორე არიან რიგითი ქართული ოცნების ამომრჩევლები, რომელსაც აწუხებთ და თავიანთ კვლევაშიც ეს ქართული ოცნება ხედავს, რომ საკუთარ ამომრჩეველშიც არალეგიტიმურობის საკითხი არის პრობლემა, ხო? შესაბამისად, ეს ვიგულისხმეს ზუსტად, როდესაც ვიგულისხმო, რომ ქართული ოცნების მომხრეებში ის ადამიანებიც კი, ვინც მე შევხვდეთ, კი ჩემთან ლაპარაკში ამბობენ, რომ არ მოსწონთ ის, რომ ლეგიტიმაციის პრობლემა და ამბობენ, რომ კი პრობლემები იყო 24 წლის არჩევნებზე, არ მოსწონთ პოლიტიკური პატიმრები ამ ქვეყანაში, არ მოსწონთ, რომ ზია ამაღლობელი ციხეში არის და არ მოსწონთ, რომ ადამიანებს ასისხლიანებენ და მე სხვათა შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე სამგორში ადამიანი მეუბნება და არასოდეს ხმა თქვენთვის არ მომიციაო, მაგრამ ის რაც ხაბეიშვილს გაუკეთესო და ვნახეო, აი ქართული ოცნების ამომრჩეველი იყო. თუმცა ესეც პირობითია დიანა. რეალურ ამომრჩეველს ახასიათებს, რომელსაც ყავს თავი საყვარელი პარტია, რომელსაც ხმას აძლევს, მაგრამ მის ყველა ნახტა, მის ყველა პრობლემას ხედავს. რეალურ ამომრჩეველს. ნახეთ, ეხლა დავასრულებ ასევე, რომ თუმცა ესეც პირობითია, მეთქი და რატო ვთქვი, ესეც პირობითია, მე რო ჩავეძი ამ ადამიანს, რატო აძლევდა ქართულ ოცნებას ხმას? ოღონდ ცოტა სხვა თემას გადავუხვეთ, ეხლა რატო აძლევდა ქართულ ოცნებას ხმას? აღმოვაჩინეთ, რომ ის არის ადამიანი, რომლის შვილიც მუშაობს ერთ-ერთ IP-ში თბილისში და რადგან შვილმა თხოვა რომ ოჯახს ხმა უნდა მიეცა ქართული ოცნებისთვის, თორედ სამსახურს დაკარგავდა
აი, ამიტომაც არის ქართული ოცნების ხარდაჭერა. ამიტომ გითხარით მე თავიდანვე, როცა გაუმიჯდნენ ერთმანეთისგან პროპაგანდისტები და ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ფაქტორის გამო აძლევენ ქართულ ოცნებას ხმას თქო. ასე ხალხს ვიცნობთ, შვილები ეხვეწებიან არ მისცეთ ქართულ ოცნებას ხმაოდ და მაინც აძლევენ, იმიტომ და არაფერი სხვა არ აკავშირებს ოცნებას. ხო, ამორჩეველი განსხვავებული არის. კი, მაგრამ ეს არის, ანუ განსხვავებული არის, ისა რა ქვია, ამორჩეველი და ცხადია, რომ შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ მან თავარი რა არის, დიანა, თავარი ის არის, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობას არ შეადგენენ ის კატეგორია, ამ ქვეყნის უმრავლესობას და ქართული ოცნების მხარდამჭერები არ არიან ის რაოდენობა, რა რაოდენობას მან დაიწერეს, როდესაც არჩევნები მიიტაცა 2020 წელს, რომ ცხადია, რომ ყველა შეიძლება თავისი ამორჩეველი ყავდეს აბსოლუტურად განსხვავებული, მათ შორის ადამიანები, რომლებიც პროპაგანდით მოწამლული არიან და გონიათ, რომ ქართული ოცნება შეიძლება იყოს გადამრჩენელი ამ ქვეყნის. კი ბატონო, 26 მაისს იკრიბება, ვთქვათ, საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ თქვენ გულს გაუხარდეს, ან ჩათვალოთ, რომ ბრძოლისთვის ეს მნიშვნელოვანია. შემდეგ რა ხდება? ანუ მე მგონი ამაზე არაერთხელ ითქვა რა ქვია დიანა რომ რაღაც ახლა მე არა ვარ ნახეთ პირველ რიგში მოდი ესე ვიტყვი რომ მე არა ვარ რაღაც ორგანიზატორი პერსონალური ამ 26 მაისის თუმცა გულშემატკივრობ მონაწილეობ და არა მხოლოდ 26 მაისს ჩემი სიტყვები არის კი ალიანსიდან ჩვენი პარტიიდან სხვა წარმომადგენლები არიან მე კამპებში შემდეგ რა გეგმებზეა ლაპარაკი იქ არა მაგაზე ვიტყვი კი და მე მგონი ხადად ითქვა ეს არაერთხელ ასევე რომ თუმცა გავიმეორებ რომ მე აქ ამ ეთერშიც მithkoms არაერთხელ რომ ვინც არ უნდა იყოს აქციას ვინც დაანონსებს რეჟიმის წინააღმდეგ და სულ რომ გახარია იყოს თქო თავის დროზე მაგ ნათქვამი ყველა აქციაზე გავალ რეჟიმის წინააღმდეგ და ცხადია რომ აქაც ვიქნები დიდი ხნის წინ თქვენ თქვენს ეთერში არაერთხელ და ეხლა გავიმეორებ ნებისმიერი ვინც რეჟიმის წინააღმდეგ აქციას დაანონსებს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი პირობითად ხო პირობითად რო თქვა არა აქვს ჩვენთვის მაგას არსებითი მნიშვნელობა მაგრამ ხო პირობითად ესეთია ჩვენი პოზიცია და ესეთია პირადად ჩვენი პოზიცია ხარ რაც შეეხება რა იქნება 26 მაისს 26 მაისს მათ შორის ალიანსის წარმომადგენლებმა განმარტეს არაერთხელ რასთან დაკავშირებით არის ეს შეკრება და თქვენს რომ იმ დღეს რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინი ყოველ შემთხვევაში რომ ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს ესეთი არ არის ეს არის აქცია სადაც მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ ყველამ დავინახოთ ერთმანეთი საქართველოს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ საქართველოს პარტნიორებმა და საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ რომ ეს პროტესტი და ბრაზი არ წასულა რომ ბრძოლა არ შეწყვეტილა რომ საქართველოს მოქალაქეები უმრავლესობა ამ ქვეყნის არის თავისუფალი და ევროპული საქართველოს მხარეს ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ეს არის მთავარი 26 მაისი და რაც ყველაზე მთავარია 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და თუ ვინმე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა ეზეიმებოდეს მიუხედავად პრობლემებისა ეს არიან თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკვე 2 წელზე მეტია იბრძვიან ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის და არა რეჟიმი. ამიტომაც ეს დღე არის მათ შორის ზეიმის დღე, 26 მაისი, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ დავიცავთ ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მეორეს მხრივ ეს ასევე არის წინააღმდეგობის დღე, სადაც ჩვენ ვანახებთ რეჟიმსაც და ყველასაც, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. კი ბატონო, ანა, ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. მე მოვისმინე ბევრად უფრო ჩართული ადამიანებისგან ამ პროცესის ორგანიზებაში, რომ ეს მათ შორის არის დღე, როდესაც ალიანსმა, როგორც 9 პარტიის გაერთიანებამ, რომელიც პოზიციონირებს როგორც ალტერნატივა, მიიღოს სახალხო ლეგიტიმაცია და შემდეგ მათი სახელით გააგრძელოს ბრძოლა. არ არის უცხო თუ ვიტყვი, რომ თქვენ პარტიასა და ალიანსის შემავალ სხვა პარტიებს შორის არ არის დიდი ჰარმონია ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს სოციალური ქსელი არის ამის კარგი ინდიკატორი ისე რომ მოხდეს რომ მოვიდეს ბევრი ხალხი მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მეცადინეობით და შემდეგ ალიანსმა ჩათვალოს რომ რაღაც სახალხო ლეგიტიმაცია აქვს ამისთვის და მე სადღაც რომ თქვენი გზები გაიყაროს რაღაც ამ ტიპის ნუ პირველ რიგში ვიტყვი რომ დრამატურგიას თუ ხედავთ არც ერთ აქციაზე, რაც ამ 14 წლის განმავლობაში ჩატარებულა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ჩატარებულა. არც ერთ აქციაზე, აი ძალიან ბევრი ადამიანი რო გამოვიდა, აი ძალიან რამდენჯერმე გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი. ნამდვილად, ძალიან. არც ერთი ეგ ადამიანი, დიანა, როგორ გონია თქვენ, რომ ეგ ადამიანები იმიტომ გამოვიდნენ, რომ მათ რაღაცა, ესა ვიღაცამ კონკრეტულად დაუძახა და ვიღაცის ლეგიტიმაციის მიცემა უნდათ. 4 ოქტომბერს რატო გამოვიდნენ? იმიტომ რომ მართლა ხაბინიშვილმა და კი მოწოდებები ცხადია იყო, მაგრამ რას ვამბობ და მთავარი რა არის? საქართველოს
მოქალაქეები იმიტომ გამოდიან, რომ ვიღაცას კი არ აძლევენ ლეგიტიმაციას, ბრძოლის ლეგიტიმაცია აქვს ყველას, ვისაც უნდა რომ დღეს იბრძოლოს და იბრძოლოს ამ ალიანსი ამ ფორმატით არის ეხლა და ეძახის ხალხს ალიანსი ეძახის. ნებისმიერმა დიანა, ნებისმიერმა რომ დაორგანიზოს რეჟიმის წინააღმდეგ აქცია, გვინახავს ჩვენ ესეთი სხვადასხვა ორგანიზატორები ყოლია, ხო, აქციას და გვინახავს 1000-ობით გამოსული და 10000-ობით გამოსული საქართველოს მოქალაქეები. საერთოდ დაძახება არ ჭირდებოდა საქართველოს მოქალაქეებს. 28 ნოემბერს საერთოდ არავის არ დაუძახია. პირველი რუსული კანონის დროსაც დიანა არავისთვის არ დაუძახია, ისე გამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ მე არ მგონია თუ ვინმეს ეს წარმოდგენა აქვს. კი, ასე ითქვა, რომ რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მიიღონ ამ ადამიანებისგან, მე უფრო ხილი ვიქნებოდი ამ იმაში, თუ ესეა მე მართლა არ მომისმენია გულწრფელად, მაგრამ მე ფრთხილი ვიქნებოდი ამ შეფასებაში, მათ შორის მათი მხრიდან თუ რაღაც ესეთი გაკეთდა, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეები რაღაც კონკრეტული ადამიანების გამო არ გამოდიან, ან ალიანსის მიწვევით მოდიან და ეს ნიშნავს, რომ ალიანსის მათ შორის ალიანსისთვის ნდობის გამოცხადება იქნება. ოპოზიციური სპექტრისთვის კი შეიძლება ესეც აღიქვათ, ვერც მაგაში ვხედავ საერთოდ ვერანაირ პრობლემას, მაგრამ მე უბრალოდ იმას უსვამ ხაზს, რომ მე არ მაქვს ესეთი წარმოდგენა, რომ საქართველოს მოქალაქეები იქ იმ შემართებით მოდიან, რომ ვიღაცას ლეგიტიმაცია გამოუცხადოს. საქართველოს მოქალაქეები მოდიან იმისთვის, რომ ოლიგარქიულ რეჟიმს უთხრან, რომ ჩვენ აქ ვართ ამ აქციაზე და გამოვალთ, ყოველთვის გამოვალთ თქვენს წინააღმდეგ. და ის უთხრან ის, რომ 26 მაისი არ არის რუსების დღე და თქვენ ხართ რუსები. 26 მაისი არის თავისუფლების მოყვარე საქართველოს მოქალაქეების დღე. ამ რწმენით გამოდიან საქართველოს მოქალაქეები. ეხლა ვინ როგორ აღიქვამს, ეს არის ჩემი აზრით მეასახარისხოვანი საკითხი საერთოდ და ჩემთვისაც უინტერესო არის პირადად, ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ 26 მაისი იყოს ძალიან ბევრი ადამიანი და 26 მაისს ძალიან ბევრმა ადამიანმა დავინახოთ ერთმანეთი და ვანახოთ ყველას, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ, ჩვენ მიუხედავად წინააღმდეგობებისა და რეპრესიების პროტესტში ყოფნის, პროტესტის გაგრძელების, პოლიტიკური ცხოვრებისთვის რაღაც გარკვეული რესტარტის ფუნქცია ექნება ამ დღეს? ამას ეს დღე გვანახებს 26, ხო, ამას გვანახებს ეს დღე. მე საერთოდ მგონია რომ არ მხოლოდ 26 მაისი პროტესტი ჭირდება გადატვირთვა და საერთოდ პოლიტიკურ სპექტრსაც ჭირდება გადატვირთვა. ჩვენ რაღაცა გვჭირდება რომ ამ ობიექტური იდეებით, ნახეთ, ამ პოლიტიკური ამ ბოლო პერიოდში რა წნეხიც გამოიარა ოპოზიციურმა სპექტრმა, ხო, დაკავებები ადამიანები დღესაც ციხეში არიან, ოპოზიციის ლიდერები ნაწილი, ეხლა ხან გამოვიდნენ სტუდენტებს აკავებენ, ფინანსურად რა ვიცი, მოგუდულია ყველა პოლიტიკური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოში, ეხლა ხელახლა შეიტანეს კიდევ დამატებითი პარტიას სხვათა შორის გასულ წელს, როგორც ისფედის კვლევაში ვნახეთ, გარკვეული რაოდენობის თანხა შემოუვიდა. არა. ეს იყო 2025 წელს, როდესაც ოფისი გაყიდა ნაციონალურმა მოძრაობამ, მას შემდეგ ეს თანხები გამომარტავ. როდესაც ოფისი გაიყიდა, ეს იყო 2025 წელი, ეს იყო მათ შორის საარჩევნო ვალები, რაც დარჩენილი ჰქონდა ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, კი ბატონო. ამის შემდეგ ხომ მე შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი შემოწირულობა და არც ერთი ფინანსური რესურსი ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. ნამდვილად კიდე მათ შორის ფუნქციონირებისთვის, ხო, რაც დაჭერდა პარტიას სიგდან აქამდე. შესაბამისად, დღეს ჩვენი რეალური და მარტო ჩვენია და პოლიტიკური პარტიების რეალური მდგომარეობა დღეს რეჟიმის წინააღმდეგ ვინც მართლა ბრძოლაში არიან, არის ესეთი ყველასი. ხა იმ ფონზე, როდესაც მე ასევე შევახსენებ, რომ ჩვენ ყადაღა გვადევს მათ შორის პერსონალურად ადამიანებს და პარტიაც ფინანსური წნეხის ქვეშ არის, იმის გამო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი პარტიების გაუქმების შესახებ, ხო? ამიტომ აი ამის გათვალისწინებით, ეხლა რაც მოვყევი და ძალიან მცირე ნაწილი, ეხლა ეს რამოსატანია იმასთან შედარებით, როდესაც ციხეში არიან ადამიანები და აგერ 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს და სხვა პოლიტიკური ლიდერებიც ციხეში არიან გარდა 4 ოქტომბრისა და აგერ სტუდენტებს აკავებენ და ასე შემდეგ. აი ამ ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, რაც გაიარა ოპოზიციურმა სპექტრმა, მე მგონია, რომ არაფხოლოდ 26 მაისი ეს რაღაცა ხელახალი ხო, რესტარტის ესე რომ ვთქვათ, რაღაც ხელახალი განახლების იდეების და ხელახალი რაღაცა სიახლის შემოტანა ამ წინააღმდეგობრივ მოძრაობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ როდესაც ნახულობთ, რომ ეს გზა, რითაც მივდივართ ძნელად, მაგრამ შედეგს აღწევს, მნიშვნელოვანია, რომ რაღაც დამატებითი ფორმები წინააღმდეგობრივ მოძრაობაში იყო შეტანილი იმისთვის, რომ ეს მოძრაობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. კი ბატონო, და ან ასეთი კითხვა მაქვს ნიკა გვარამიამ ამ ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც ალბათ უფროა ჩართული ორგანიზებაში, დაწერა სოციალურ ქსელში, რომ რაღაცეებზე სიცხადეა საჭირო, მათ შორის ალიანსში შემავალი პარტიებისგან და ერთ-ერთი
ჩამონათვალში იყო არჩევნებისადმი დამოკიდებულება. მე ვიცი ასევე, რომ ალიანსი ამზადებს დოკუმენტს, რომელიც იქნება კი ბატონო, რა ტიპის არჩევნებს უწოდებენ არჩევნებს და მიიღებენ მონაწილეობას. ჯერ არსად არ ჩანს არჩევნები ჰორიზონტზე, შეიძლება იყოს ესეთი, ვთქვათ, არაკალენდარული დაუგეგმავი არჩევნები, შეიძლება არ იყოს, მაგრამ ზოგადად როგორი არის, თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, როგორი უნდა იყოს არჩევნებისადმი დამოკიდებული? წარმომადგენლები მონაწილეობენ მათ შორის ამ დოკუმენტის შედგენაში. მე შემიძლია ძალიან მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეჟიმი არ არის, ან რეჟიმი არის იმდენად სუსტი, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა გავლენების მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებზე და CSKO-ზე და არა მხოლოდ CSKO-ზე, ხო, როდესაც რეჟიმს არ აქვს უნარი, რომ ატრიალოს ის, რასაც ის ატრიალებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. აი, გულისხმობ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები თავიდან ბოლომდე არიან გადაშვებული ქართული ეთნობის საარჩევნო კამპანიაში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, კანონიერი ქურდების მონაწილეობა და ასე შემდეგ. იდეალური არჩევნები წარმოგიდგენიათ ამ ხელისუფლების იდეალური არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ჭირს ხოლმე სათიანა და ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ იდეალური არჩევნები, მაგრამ აი მეტნაკლებად მაგას ვამბობ. ჩვენ იდეალური არჩევნები წარმოგიდგენია იდეალთან მიახლოებული არჩევნები წარმოგიდგენია. ისეთი CSKO-ს თავმჯდომარე ჩვენც რომ მოგწონს და ივანიშვილსაც და CSKO-ს თავმჯდომარე შეიძლება ყველაზე ივანიშვილსაც ასეთი ადამიანები საქართველოს არ იქნება, არ იარსებებს. CSKO-ს თავმჯდომარე ჩემი აზრით არის ყველაზე პატარა პრობლემა საარჩევნო იქამდე მისამდე ხდება არჩევნების. კი, ანუ ყველა ვინც ამბობს და მეტიც საარჩევნო დღემდე მგონია რომ ირკვევა. და ყველა ვინც ამბობს რომ CSKO-ს თავმჯდომარე თუნდაც ობიექტური სულ ნაციონალური მოძრაობიდან დანიშნოს განსაკუთრებული რამის შეცვლა შეუძლია თქო. რა თქმა უნდა არჩევნების დღეს შემდეგ CSKO კიდე ამატებს იქ დამატებით 2%-ს, მაგრამ თავარი ხდება წინა არჩევნების დღემდე. წინა საარჩევნო კამპანიაში მათ შორის მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ ზუგდიდში 2020 და 21 წლის არჩევნებზე და ბოლო არჩევნებზე უბრალოდ რიცხვი არ მახსოვს, 21-ში 1500-ზე გაბათილებული ბიულეტენი მქონდა, სხვა რა ყველაფერს თავი დავნებოთ. ამატებს იმით დიანა, ერთ-ერთი ამატებს იმითაც დიანა, როდესაც ნახეთ, ამატებს იმითაც, როდესაც CSKO ხელს უწყობს, რომ უბნის კომისიის წევრები, რომლებიც რეალურად იყვნენ და CSKO ირჩევს მათ, რომლებიც რეალურად უნდა იყვნენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი რეალურად არიან ქართული ოცნების წევრები. ანუ CSKO-ს წილი ესეთ რაღაცებში არის. CSKO ხო ირჩევს ამ უბნის კომისიის წევრებს და რეალურად კონკურენციის პირობებში კი არ ამტკიცებს, ამტკიცებს ქართული ოცნების წევრებს. ოპოზიციის დანიშნული წევრებსაც ბოლო არჩევნებზე არც ისეთ არაფერი ისეთი ან დასკვნები ან ეს თქვათ საჩივრები არაფერი ისეთი არ ყოფილა, არ უმუშავიათ ამ მიმართულებით, რომ შეხედათ კოალიციის წევრები რომ მოვლენ, მაგათ კითხეთ სხვა, მე მაგაში არ დაგეთახმებით, ნაციონალური მოძრაობა იყო ერთადერთი. მე პასუხობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო ერთადერთი პარტია, რომლის საჩივრები თუ რამე არსებობდა საერთოდ, ჩვენი საჩივრები არსებობდა და ოქროებზე განსხვავებულები, მაგრამ ეხლა აი ესეც უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ ხოლმე ადამიანებს, აზზე რო არ არიან არჩევნები, ისე ლაპარაკობენ არჩევნებზე. ნახეთ, ესეც არ არის პრობლემა, აი საჩივრების ყველაზე ცოტა პრობლემაში არჩევნების დღეს ჩვენ რა პრობლემები გვექნება, იცით? დიანა, ზუგდიდში მე მქონდა შემთხვევა ამ არჩევნებზე, როდესაც აი კონკრეტულად ავტოსადგურის უბანზე კომისიის წევრი არჩევნების დღეს გაიყვანეს და დანით ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ. დიანა, ჩვენ ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე არჩევნების დღეს. ან უბრალოდ არჩევნების დღეს დილას აღმოვაჩენ, რომ ჩემი კომისიის წევრი არის გაუჩინარებული. შესაბამისად, ხო, როდესაც ქონია ამაზე ბრიფინგები მიტარებია, მე და პირდაპირ ეთერში საუბრობდი ამასთან დაკავშირებით. ამიტომაც CSKO-ს ამას ვამბობდი ახლა. ხო, რანაირ არჩევნებზე, რანაირ არჩევნებზე არის ყველაზე CSKO-ს თავმჯდომარე მიუხედავად იმისა, რომ CSKO-ს თავისი როლი აქვს, ძირითადი მაინც კეთება არჩევნებამდე დღეს. ხო, თავისუფალი და ან რეჟიმის გარეშე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ან რეჟიმი უნდა იყოს კიდევ ვიმეორებ, ისეთი სუსტი, რომ რეჟიმს არ ჰქონდეს შესაძლებლობა იმისი, რომ ზემოქმედება მოახდინოს ამ თელრიგ სახელმწიფო. ამ ორ ამოცანას როგორ აღწერთ? ნახეთ, როგორი არჩევნები გინდათ და ან ივანიშვილით, ან დასუსტებული, ან ივანიშვილის გარეშე, ან დასუსტებული ივანიშვილით და ვერც ერთი რომ ვერ იყოს შემდეგ რა ხდება ხო? ამისთვის ვიბრძვით დიანა, როგორ ვერც ერთი რომ ვერ ვიყოთ, მაშინ გამოდის რომ რა ყოფილვართ ისე. ან ივანიშვილი გარბის, ან ივანიშვილი ახლა ცოტა ნახეთ, ხო, ანუ როცა
ეგ ორი მოცემულობა არის, როდესაც ოპოზიცია შეუძლია, რომ სხვა შემთხვევაში არჩევნებში არ წახვალ. სხვა შემთხვევაში როგორ უნდა ძლიერი კი არა, ეხლა სუსტიაო ამბობთ, მაგრამ ძალიან ამბობთ, რომ დასუსტებულია ივანიშვილი. ნახეთ, მე ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ ივანიშვილს აქვს პრობლემები და ქართულ ოცნებას აქვს პრობლემები. და ეს პრობლემები განსაკუთრებით, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება კონდეს მიტაცებული და რეპრესიულ მექანიზმებს იყენებდეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში თქვენ არჩევნებზე არ წახვალ. სანამ თუ ივანიშვილის ნახეთ ძალიან ჰიპოთეტურ რაღაცას ვლაპარაკობთ, ეხლა ხო, მაგრამ უნდა დაწეროთ დოკუმენტი როგორ მეაცე ხარისხოვანია. თქვენივე თანა კოალიციელები ითხოვენ ხმამაღლად კაფეობას არჩევნებით მივდივართ თუ რა ფორმით მივდივართ. ეს კოალიციის წევრები ცხოთა შორის აი ამ საუბარში ხარ აზრს მივსაუბროთ, ჯერ გვიმჯელია და მოგყვებიან მაგ ამბავში და იმ დოკუმენტშიც რომელზედაც ეხლა ყველა ერთად მუშაობს, იმ დოკუმენტშიც სწორედ ეს პრინციპები იქნება ასახული როგორც წარმოუდგენია და გითხარით როგორ წარმოგიდგენია ან რეჟიმის გარეშე ან ისე რომ რეჟიმი იყოს იმდენად დასუსტებული რომ მას არ შეეძლო ეს დასუსტება როგორ ხდება დასუსტება ხდება ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეების ბრძოლით და წინააღმდეგობით და ქვეყნის გარეთ საერთაშორისო იზოლაციით და სანქციებით ეს ორი ბერკეტი არის სუბიექტური აღქმის თემა ახლა ზოგიერთ იგივე იმავე კოალიციაში ან კოალიციის მიღმა თუ ალიანსში თუ ალიანსის მიღმა გონია რომ ივანიშვილი დღეს ზედასუსტებულია და არიქა ბარგსალაგებს. ვისხაც გონია რომ ზეძლიერია. შემიძლია ვთქვა, არა, ნახეთ ერთ არა, მრაშვაში აღქმაზე ხო არ არის აქ მნიშვნელოვანია ფაქტები. აქ მნიშვნელოვანია ფაქტები და უნდა შევხედოთ ფაქტებს. ფაქტი რა არის? ფაქტი არის ის, რომ ივანიშვილი არის არალეგიტიმური, არის დასანქცირებული. ამაში ხო თანხმდებით, რომ დასანქცირებულია, ხო? დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ბრიტანელების მხრიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მხრიდან, ხო? საქართველოს ყავს მარტო ივანიშვილი კი არა, ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებულია. ამაზე ხო თანხმდებით. ეხლა დასანქცირებული რო ხარ ამერიკელების და ევროპელების მხრიდან, ეს სიძლიერის მაჩვენებელია, დიანა? არ არის ეს სიძლიერის მაჩვენებელი. ანუ ეს ის აი დავასრულე. არა, დავასრულე. მე ესე არ უყურებ თეთრ და შავს, აი ნახავთ და ბოლოს და მიხვდებით. ნახეთ შესაბამისად, ეს სანქციები ხო არ არის, იმიტომ რომ ძლიერად არიან, ძლიერად თუ არიან, სანქციები არ იქნება რეალურად, ხო? შესაბამისად, ეს არის მათთვის პრობლემა. კიდე დამატებითი პრობლემა არის არალეგიტიმურობა მათთვის, ხო? რატომ არის პრობლემა? პრობლემა არის იმიტომ, რომ მათ იციან და ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებით იცის, რომ არალეგიტიმურობა პირდაპირ პროპორციული არის სანქციებთან და მას ადარდებს საკუთარი ფული. ეს კიდე დამატებითი არგუმენტია. მაგრამ ეხლა რა შეეხება რა არალეგიტიმაციაზე დავა საერთაშორისო სანქციები ლეგიტიმაციას უკავშირდება დიანა სხვანაირად მათ შორის ანუ რომელ კონკრეტულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს თქვათ რუსეთთან სხვადასხვა მოტივაციით არის ყველა სანქცია რომელიც დაიდო ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატებში დასანქცია ამის გამო არავის დაუჯარიმებია დაუსანქცირებია ამერიკელებმა რო დასანქცირეს პირდაპირ წერია რომ რუსული გავლენების გამო რომ ნახოთ ბრიტანული და არა მხოლოდ ბრიტანული ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების სანქციები პირდაპირ წერია რომ მათ შორის 2024 წლის არჩევნების გამო ბევრი ჩამონათვალი არის გეთანხმებით მარტო არჩევნები არ არის მაგრამ მათ შორის მიტაცებული არჩევნების გამო შესაბამისად ეხლა ეს ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის იმას რომ ეს არის ივანიშვილის პრობლემა სისუსტეზე თუ საუბრობთ აქ არიან სუსტები მაგრამ რაში არ არიან ჯერ ისე სუსტები რომ მართავენ რეპრესიულ მანქანას შეუძლიათ არჩევნების სათავისო ჩემობრუნება და შეუძლიათ რომ ნებისმიერი შედეგი ოპოზიციამ სულ რომ არ ვიცი 100 და 80 არ მგონია რომ კი თქვენ 80 რომ ქონოდათ მოიგებდით ამ არჩევნებს, მაგრამ იცით რა 80 რომ ქართულ მან ეხლაც მოიგო თქვენივე კვლევებში არ წერიათ 20 ოცნებისთვის და ერთით ნახეთ ქართულმა ოცნება ეხლაც წააგო არჩევნები, ამაში მე ხმად ვარ დარწმუნებული და მე საარჩევნო ველზე ვიყავი და საკუთარი თვალით ხედავდი ამას, რითი შეძლო მიტაცება იყო ის რაც ყველამ ვიცით. მე 80% პირობითად 80% მე წარმომიდგენია ცოტა სხვანაირად. ოლიგარქიულ რეჟიმებში ასე ხდება, ხო? ოლიგარქიულ რეჟიმებში ეს 80% თუ იბრძვის იმისთვის, რომ პირობითად 80%-ს ვიზახეთ, რომ საკუთარი ხმები დაიცვას. დიანა, მარტო ის კი არა, რომ მივიდეს და დავალოდოთ ქუჩაში დაიცვას საკუთარი დოკუმენტს კოდის ვიხდი რა სარეკლამო მნიშვნელოვანი, ეს შემთხვევაში გარდაუვალი იქნება. ანა, ძალიან დიდი მადლობა, დავალოდებით ალიანსის დოკუმენტს და